პირველად ქვეყნის ისტორიაში ნიუ-იორკს მიგრანტი მუსლიმი მერი ეყოლება. აპირებს თუ არა ამერიკა ბირთვული იარაღის გამოცდას. გერმანიის ბუნდესკანცლერის სკანდალური ინტერვიუ. რა მოხდა ბალტიის ზღვაში 1994 წლის სექტემბერში. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ტრადიციულად არჩევნები ამერიკაში იქნება ეს საპრეზიდენტო თუ კონგრესის, შტატის გუბერნატორისა თუ ქალაქის მერის ნოემბრის პირველ სამშაბათს ტარდება ხოლმე. გასულ სამშაბათს შეერთებულ შტატებში 4 სხვადასხვა საარჩევნო მარათონი გაიმართა. უნდა აერჩიათ ვირჯინიისა და ნიუ-ჯერზის გუბერნატორები. კალიფორნიაში საარჩევნო ოლქების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ და ნიუ-იორკის მერი უნდა აერჩიათ. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დიდ გავლენას იქონიებდა ვაშინგტონზე. ამიტომ საარჩევნო კამპანიებში ყველა იყო ჩართული. აქტიურ აგიტაციას ეწეოდა თავად პრეზიდენტი ტრამპი და ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა. არჩევნების შედეგებმა ყველა გააოცა, რადგან თითქმის ყველგან დემოკრატიული პარტია დომინირებდა. როგორც ამერიკის მასმედიამ აღნიშნა, ამერიკას ლურჯმა ტალღამ გადაუარა. ლურჯი ფერი მოგახსენებათ ამერიკის დემოკრატების ფერია. მასმედიის თქმით, გასულ სამშაბათს კონგრესში რომ ყოფილიყო არჩევნები, უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებდნენ. ვირჯინიისა და ნიუ-ჯერზის შტატების გუბერნატორების არჩევნებშიც დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ორივე შტატს ახლა დემოკრატი ქალი გუბერნატორი ეყოლება. ვირჯინიაში კონგრესის ყოფილმა წევრმა ქალბატონმა ებიგეილ სპენბერგერმა, ხოლო ნიუ-ჯერზიში ქალბატონმა მიკი შერილმა გაიმარჯვა. ვირჯინია პოლიტიკური განწყობით ცვალებადი შტატია. აქ ხან დემოკრატები იმარჯვებენ, ხან რესპუბლიკელები. ამიტომ ყველას გაუკვირდა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის მეათე თვეს ამ შტატში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს კალიფორნიაშიც. ახლა კალიფორნიის პოპულარულ გუბერნატორსა და დემოკრატების იმედს გევინ ნიუსომს თავისი სურვილითა და მოსაზრებით შეუძლია შტატში საარჩევნო ოლქების გადანაწილება. მთელი მსოფლიოს მასმედიის მზერა მაინც ნიუ-იორკის მერის არჩევნებისკენ იყო მიმართული, რადგან ყველა წინასწარ მეტყველებდა, რომ ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი გახდებოდა. და ასეც მოხდა. ამერიკის ისტორიაში პირველად ნიუ-იორკის მერი მუსლიმი და მემარცხენე 34 წლის პოლიტიკოსი გახდა. მართლაც რომ მსოფლიო სენსაციაა. პირველ რიგში, იმიტომ რომ მამდანი ამერიკაში არაა დაბადებული, ემიგრანტია. მისი ოჯახი წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდანაა. ისინი მორწმუნე მუსლიმები არიან. გასაკვირი ის არის, რომ ნიუ-იორკში ძალიან ცოტა მუსლიმი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებში რელიგია არავითარ როლს არ თამაშობდა. ნიუ-იორკის მოსახლეობის უმრავლესობამ მას იმიტომ მისცა ხმა, რომ მამდანი მემარცხენე პოლიტიკოსია. თან დემოკრატიული პარტიის ყველაზე მემარცხენე ფრთას წარმოადგენს. მისი მომხრეების აზრით, ამერიკაში ძალიან მწვავედ დგას სოციალური უთანასწორობის პრობლემა და ნიუ-იორკის მდიდარ ნაწილში ეს მკვეთრად იგრძნობა. მამდანი და მისი გუნდი სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას. ზოჰრან მამდანის გამარჯვება საშინლად არ მოეწონა ამერიკის პრეზიდენტს. არჩევნებამდე მას მწვავედ აკრიტიკებდა. კომუნისტს ეძახდა და ნიუ-იორკს ფინანსური წყაროს გადაკეტვით ემუქრებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ არც დემოკრატებს გახარებიათ მამდანის ტრიუმფალური გამარჯვება. კამალა ჰარისის მარცხის შემდეგ დემოკრატიულ პარტიაში გათიშულობამ იჩინა თავი და პარტიამ ძალების კონსოლიდაცია ამ დრომდე ვერ მოახერხა. ამიტომ მათ პარტიულ ცხოვრებაში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის ხმა ისმის. ყველა ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავს. ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომია.
მეორე ჯგუფის ლიდერი ილინოის გუბერნატორი მილიარდერი ჯეიბი პრიცკერია და ულტრა მემარცხენე ფრთის ლიდერი ზოჰრან მამდანი. ეს პოლიტიკოსები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ დემოკრატიული პარტიის გაერთიანებას არავინ იცის. გამარჯვებული სიტყვა კი ნიუ-იორკის არჩეულმა მერმა ზოჰრან კუამე მამდანიმ ასე დაამთავრა. პრეზიდენტო ტრამპ, ვიცი რომ მისმენ და აუწია ხმას კარგად რომ გაიგონო. 4 სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის. ნიუ-იორკი დარჩება იმიგრანტების ქალაქად, რომელიც იმიგრანტებმა ააგეს, რომელსაც იმიგრანტები აძლევენ ძალას და რომელსაც ამიერიდან იმიგრანტი გაუძღვება წინ. აზიური ვოიაჟის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ასე თქვა, ბირთვული იარაღის გამოცდის ბრძანება გავეციო. ამერიკა ყველა ქვეყანაზე მეტ ბირთვულ იარაღს ფლობს, რასაც ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში იარაღის განახლებით მივაღწიეთო. სულ არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა ბირთვული იარაღის გამოცდა დაიწყეს და ამერიკაც შესაბამისად უნდა მოიქცეს, ანუ ჩვენც უნდა გამოვცადოთ ბირთვული იარაღი, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ეს იყო მისი რეაქცია რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე ბალისტიკური რაკეტის ბურევესტნიკის გაშვებაზე. ტრამპის განცხადებამ სოფლიო აურზაური გამოიწვია. ზოგი აპოკალიფსის მოახლოებას წინასწარმეტყველებდა, ზოგი ხალხს ამშვიდებდა და ზოგს სულ არ მიუქცევია ყურადღება, რადგან სოფლიო ტრამპისგან შეჩვეულია მსგავს განცხადებებს. მას უყვარს ექსცენტრიული და შოკის მომგვრელი განცხადებები. მერე ყურადღებით უყურებს, რა რეაქცია მოჰყვება მის ნათქვამს სოფლიოში და ბოლოს მისთვის მომგებიან დროს გადააკეთებს ხოლმე წინად გაკეთებულ განცხადებას. ექსპერტებმა რამდენიმე უზუსტობა შეამჩნიეს ტრამპის განცხადებაში, მაგალითად ის, რომ ამერიკას ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ოფიციალური მონაცემებით პირველ ადგილზე რუსეთია ამ მხრივ და ამერიკა ოდნავ ჩამორჩება. ტრამპის მეორე არაზუსტი შეფასება ამერიკული ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ასევე არ არის სიმართლე, რომ სხვა ქვეყნებმა ბირთვული იარაღი გამოსცადეს. მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელებასა და გამოცდას ყურადღებით აკვირდებიან და აკონტროლებენ. მონიტორინგს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ. ჩვენს დროში ასეთი იარაღის გამოცდას ვერ დამალავ. ბირთვული იარაღის გამოგონებიდან დღემდე ამ საკითხზე მრავალი ხელშეკრულება გაფორმდა. 1963 წელს პირველად აიკრძალა ბირთვული იარაღის გამოცდა ატმოსფეროსა და კოსმოსში. 1974 წელს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდის აკრძალებაზე. 1996 წელს გაეროს ეგიდით ხელი მოეწერა ბირთვული იარაღის გამოცდის მთლიან აკრძალვას. მანამდეც ზესახელმწიფოები აღარ ატარებდნენ ბირთვული იარაღის გამოცდას. რუსეთმა ბოლო გამოცდა 1990 წელს. ამერიკამ 1992 წელს. ჩინეთმა 1996 წელს. ინდოეთმა და პაკისტანმა კი 1998 წელს ჩაატარა. ამის მერე ჩრდილოეთ კორეის გარდა არავის არ გამოუცდია ბირთვული იარაღი. ჩრდილოეთ კორეამ 2017 წელს დაარღვია ხელშეკრულება. ამიტომ ბევრს გაუკვირდა ტრამპის განცხადება. თუ ეს მოხდება, მაშინ ამერიკა უნდა გამოვიდეს ხელშეკრულებიდან. თან ამის შესახებ 6 თვით ადრე უნდა გააკეთოს განცხადება. მართალია, ამერიკას შეუძლია ყველას აზრი უგულებელყოს, ისე როგორც ეს ჩრდილოეთ კორეამ გააკეთა და ბირთვული იარაღი გამოსცადოს, მაგრამ ხელშეკრულებიდან თვითნებური გასვლის გამო მისი ავტორიტეტი დაზიანდება. გარდა ამისა, ასეთი საქციელი ყველა ქვეყანას უბიძგებს ბირთვული იარაღის გამოცდისკენ, რაც მართლა საშიშია. მას
რის თქმა უნდოდა ტრამპს თავისი მოულოდნელი განცხადებით. ექსპერტების აზრით ტრამპმა ბირთვული იარაღის გამოცდა იგულისხმა ბირთვული აფეთქების გარეშე, ანუ რაკეტის გაშვება ბირთვული ქობინის გარეშე. ამას რომ აპირებდნენ ამერიკელები, უკვე ზაფხულში იყო ცნობილი, როცა პენტაგონმა მსოფლიოს ამცნო, რომ წლის ბოლოს ახალი რაკეტის Long Range Stand-Off-ის გამოცდას აპირებს. რაკეტის ფოტოსურათი ჟურნალისტებსაც კი წარუდგინეს. რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, ანუ რუსული ბურევესტნიკის დონის რაკეტაა. ასე თუ ისე სახეზე გვაქვს გამალებული შეიარაღების წინათ უკვე ნანახი პარადიგმა, რაც მსოფლიოს კარგს არაფერს უქადის. ვრცელ ინტერვიუში, რომელიც გერმანიის ბუნდესკანცლერმა ჟურნალისტებს მისცა, ფრიდრიხ მერცი მიმდინარე პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის მიგრანტების მტკივნეულ საკითხსაც შეეხო. მისი აზრით, მიგრანტებმა თვალში საცემად შეცვალეს გერმანიის ქალაქების იერსახე, რომლებიც უკვე საერთოდ აღარ გავს გასული საუკუნის 90-იანი წლების ქალაქებს. ფრიდრიხ მერცის ამ სიტყვებს ერთი ამბავი მოჰყვა. ინტერვიუს შემდეგ გერმანულმა ლიბერალურმა მედიამ მერცის წინააღმდეგ საშინელი კამპანია ააგორა. მემარცხენეებმა და ლიბერალებმა კანცლერი რასიზმსა და ქსენოფობიაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით მედიაზე გაბრაზებულმა მერცმა თქვა, ჩემი თუ არ გჯერათ, ახალგაზრდა ქალბატონებს კითხეთ, რა ხდებაო. მან გერმანიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა იგულისხმა. ახლა ფემინისტები აღშფოთდნენ. ეს რა თქვაო? ცნობილმა გერმანელმა ფემინისტებმა მის მიმართ მწარედ კრიტიკული ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც გერმანიის კანცლერი ასევე რასიზმში დაადანაშაულეს. აღნიშნეს რა, რომ სექსუალური ძალადობის სტატისტიკის ზრდაში გერმანელებიც არიან დამნაშავენი. ფემინისტების აზრით, თუ მერცი მართლა დარდობს გერმანელ ქალებზე, ამდენ ლაპარაკს ჯობია იმოქმედოსო, ანუ პოლიციელთა რიცხვი გაზარდოს და კანონები გაამკაცროსო. ფემინისტებმა და ლიბერალებმა გერმანიის ბევრ ქალაქში მერცის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მისი გამონათქვამი მიგრანტებზე არც გერმანულ ბიზნეს ელიტას მოეწონა, რადგან მათი აზრით გერმანულ ეკონომიკას მუშახელი აკლია და მიგრანტების გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. მოკლედ, საწყალი ბუნდესკანცლერი მიგრანტებზე აზრის გამოთქმის გამო ჯვარს აცვეს, მაგრამ მერცს დამცველიც ბევრი გამოუჩნდა. პირველ რიგში პოლიტმეცნიერები. მათი აზრით დემოკრატია უპირველეს ყოვლისა აზრთა სხვადასხვაობას ნიშნავს. სხვის შეხედულებათა სტიგმატიზაციას კი მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოაქვს. გერმანელმა პოლიტოლოგებმა საზოგადოებას ნაციზმის წინანდელი გერმანიაში ახსენეს, როცა ქვეყანაში დემოკრატია ყავოდა და კონსერვატული აზროვნება არ იყო პოპულარული. მაშინდელმა გერმანულმა ელიტამ ამ თემაზე დებატები მთლიანად ამოძირკვა. თუ რამე კონსერვატული წამოქცდებოდა, გერმანიის იმპერატორის მომხრე, ანუ ბნელი იყავი. მაშინდელი ლიბერალური და მემარცხენე ელიტა თვლიდა, რომ ამით გერმანიის დემოკრატიას იცავდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანას დათვური სამსახური გაუწიეს. აკრძალული დებატები იატაკქვეშეთში გადავიდა, ოღონდ ზომიერი კონსერვატული იდეები რადიკალიზმისკენ გადაიხარა. ამიტომ პოლიტოლოგები საზოგადოებას ცივილიზებული დებატებისა და სხვისი აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებენ. სოციალურმა გამოკითხვებაც მეცნიერთა აზრს დაუჭირა მხარი. გერმანიაში ჩატარებულ ბოლო სოცგამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, მოსახლეობის უმრავლესობა ფრიდრიხ მერცის შეხედულებებს იზიარებს და კანცლერის სიტყვებზე ლიბერალური ელიტის ასეთი მწვავე რეაქცია არ მოსწონს. კაცობრიობას გემის ჩაძვრის არაერთი ისტორია ახსოვს, მაგრამ ახლა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საიდუმლოებით მოცული გემის ესტონეთის ჩაძირვის შესახებ
მინდა გიამბოთ. ეს შემთხვევა არც თუ შორეულ წარსულში 1994 წელს ბალტიის ზღვაში მოხდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ამბავი ევროპის ყველაზე დიდ ტრაგედიად დაღუპულთა რაოდენობით კი ბალტიის ზღვაზე არასაომარ დროს მომხდარ ყველაზე დიდ კატასტროფად არის მიჩნეული, რომელმაც 852 ადამიანი შეიწირა. გემი 1980 წელს აშენდა დასავლეთ გერმანიაში და იმ დროისთვის ყველაზე კარგად აღჭურვილი თანამედროვე ტიპის ბორანი იყო. გამოიყენებოდა როგორც სატრანსპორტო, ისე სატვირთო საშუალება და როგორც საკრუიზო ლაინერი. გემს 2000-მდე ადამიანის გადაყვანა და დიდი რაოდენობით ტვირთის, მათ შორის სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების გადაზიდვა შეეძლო. მანქანების მოხერხებულად შესასვლელად გემის ცხვირი იხსნებოდა. 1993 წელს გემი ესტონეთი ერთობლივმა შვედურ-ესტონურმა კომპანიამ EstLine-მა შეიძინა. მაშინ საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერ ევროკავშირში არ იყვნენ გაწევრიანებული. კომპანიას სურდა გემი ესტონეთი მეგობრობისა და თანამშრომლობის ერთგვარი ხიდი ყოფილიყო შვედეთსა და ესტონეთს შორის. ბორანი ტალინსა და სტოკჰოლმს შორის კვირაში 3-ჯერ ასრულებდა რეისს. მას 100,000-ობით ტურისტი გადაყავდა და მილიონობით ტონა ტვირთი გადაქონდა ორ ქვეყანას შორის. 1994 წლის 24 სექტემბერს გემი ესტონეთი რიგით რეისს ასრულებდა. ის ტალინის პორტიდან საღამოს 7 საათზე გავიდა. გემზე 803 მგზავრი და ეკიპაჟის 186 წევრი იმყოფებოდა. იმ დღეს ზღვაზე შტორმი იყო გამოცხადებული, მაგრამ მაინც და მაინც საშიში არაფერი იყო, რადგან გემს ყოველგვარ უამინდობასთან შეეძლო გამკლავება. პორტის დატოვებიდან 6 საათის შემდეგ გემზე უჩვეულო დიდი ხმა გაისმა. მას წინასაფარი მოსწყდა და ლაინერში წყლის უზარმაზარი ნაკადი შევარდა. გემმა ელვისებური სისწრაფით იწყო ჩაძირვა. ამ ტიპისა და პარამეტრების მქონე გემის ჩაძირვა რამდენიმე საათს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ესტონეთი 20 წუთში აღმოჩნდა წყალქვეშ. ამიტომ ადამიანთა უმრავლესობამ თავს ვერ უშველა. ზოგს ეყო ძალა ეცურა, სანამ მიეშველებოდნენ. ჩაძირვიდან 9 საათში ინციდენტის ადგილზე სამაშველო გემი მივიდა და 127 ადამიანი გადაარჩინა. მეორე დღესვე შეიქმნა შვედეთისა და ესტონეთის მთავრობების ერთობლივი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 3 წლის განმავლობაში იმუშავა. გამოძიების დასკვნა გასაჯაროვდა. ოფიციალური ვერსიით გემის წინასაფარი ტექნიკურად გაუმართავი იყო, რის გამოც ის კორპუსს მოძვრა და გემი მომენტალურად დაიტბორა. დასკვნით ოფიციალური პირების გარდა ყველა უკმაყოფილო იყო. გემის მშენებლები და კომპანია EstLine-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებდნენ, რომ ტექნიკური გაუმართავობა გამორიცხული იყო. გემი ყოველ წელს გადიოდა შემოწმებას. ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ დაღუპულთა ოჯახებიც. შვედეთისა და ესტონეთის მთავრობათა საქციელის გამო ორივე ქვეყნის მოსახლეობაში გამყარდა აზრი, რომ ისინი ხალხს სიმართლეს უმალავდნენ. მართლაც ორივე ქვეყნის მთავრობას საეჭვოდ იქცეოდა. პირველ რიგში ვარი თქვეს გემის ზღვიდან ამოყვანაზე. ამ დროს გემი მხოლოდ 80 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაძირული და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მისი წყლიდან ამოწევა სულ არ იყო ძნელი. მყინთავებმა ვერ იპოვეს გემის საბორტო კომპიუტერი, რომელშიც გემის ყველა მოძრაობა იქნებოდა აღნუსხული. 1995 წელს შვედეთმა, ესტონეთმა და ფინეთმა გემის შესახებ საერთო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლითაც სამუდამოდ იკრძალებოდა გემთან მიახლოვება, ცხედრების ან მათი ნივთების ამოტანა. ამ ყველაფერმა ბიძგი მისცა შეთქმულების თეორიის მრავალი ვერსიის გაჩენას. 2000 წელს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ტელეარხი ჟურნალისტებმა და ამერიკელმა ბიზნესმენმა გრეგ ბემისმა კატასტროფის გამოსაძიებლად ექსპედიცია მოაწყეს. ისინი დაუკითხავად ჩავიდნენ ზღვაში და ჩაძირული გემის კორპუსს მიუახლოვდნენ.
სპეციალისტებმა დაათვალიერეს და გამოიკვლიეს გემის ყველა დაზიანებული ნაწილი. ამოტანილი მასალა გერმანიისა და ამერიკის სამეცნიერო ინსტიტუტებში გაგზავნეს. საბოლოო დასკვნა შოკის მომგვრელი გამოდგა. სპეციალისტების აზრით, გემზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მისი წინა საფარი აიხადა. ამან თავდაყირა დააყენა კატასტროფის ოფიციალური ვერსია. მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გემს შვედეთის დაზვერვის საიდუმლო სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა. 2004 წელს სტოკჰოლმის პორტის საბაჟოს ყოფილმა უფროსმაც აღიარა ეს ამბავი, მაგრამ შვედი გენერლები ამ ბრალდებას უარყოფდნენ. მხოლოდ 2022 წელს შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 90-იან წლებში ამ გემით იარაღი მართლაც გადაჰქონდათ, მაგრამ ტრაგედიის დღეს თავდაცვის სამინისტროს თქმით, გემზე იარაღი არ იყო. შვედი და ესტონელი ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროს არ ეთანხმებიან. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 1994 წლის აგვისტოს ბოლოს ესტონეთი ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა. მანამდე რუსებს გადაჰქონდათ ბევრი საიდუმლო და არასაიდუმლო სამხედრო ტექნიკა. ესტონეთის ახალშექმნილმა დაზვერვამ შვედეთის დაზვერვის დახმარებით საიდუმლო კორუფციული გარიგების გზით რუსეთის საიდუმლო სამხედრო ტექნიკა შეიძინა. ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ ეს ტექნიკა გადაჰქონდათ ესტონური გემით, რომელიც გაურკვეველი მიზეზით აფეთქდა და ეს საშინელი ტრაგედია გამოიწვია. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები ამ ვერსიას უარყოფენ. 2022 წელს ცნობილმა შვედმა დოკუმენტალისტმა ამ ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. რადგან მას გემთან მიახლოების უფლებას არ აძლევდნენ, საიდუმლოდ შეიძინა მყინთავი რობოტი, რომლითაც დაათვალიერა და ფირზე აღბეჭდა ჩაძერული გემი. ფირის ნახვის შემდეგ თითქმის ყველა სპეციალისტმა აღიარა, რომ გემზე აფეთქება მოხდა. ოფიციალურმა პირებმა ახალი ვერსია წამოაყენეს. მათი თქმით, გემი ზღვის ფსკერზე არსებულ კლდეს შეეჯახა და ამან გამოიწვია აფეთქება. მოკლედ, ბევრი კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება. შვედეთისა და ესტონეთის მოსახლეობა კი დარწმუნებულია, რომ მათ სიმართლეს უმალავენ. ეს აზრი გაამყარა გემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის 2067 წლამდე გასაიდუმლოებამ. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.